მე ვარ ნიატაკი 9 წლის. სწავლობ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და მოთხრობების შედგენა-წერა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 4 წლის. 9 წლის რო გავხდი, შევედი ხატვის წრეზე. მე ვიცი ძაღლის ხატვა, კატის ხატვა, ადამიანის ხატვა, ხის ხატვა, სახის ხატვა და კიდე სხვა ბევრი რამის. მე მგონი ყველაფრის ხატვა ვიცი. ჩემი აზრით ყველაზე ძნელია ადამიანის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს ნაცრისფერი. იმიტომ რომ აკლია ფერადოვნება. ყველაზე ხშირად ხატავ ადამიანს. ჩემი ავტოპორტრეტი დავხატე 6 ჯერ და კარგი გამომივიდა 3. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელია ჩემი და. ზოგი მოწონს და ზოგი არ მოწონს, მაგრამ მატყუებს რომ კარგია. ვაგროვებ ჩემს ნახატებს და უკვე მაქვს 15 კარგი ნახატი. ჩემი ნახატები არ გამეყიდა და მილიონიც რო გადამეხატონ არ გავ. იმიტომ რომ ეს ნახატები ძალიან მომწონს და ვტკბები მათი ყურებით. სახლში 3 ჯერ მოვაწყე გამოფენა. ამ გამოფენას ესწრებოდნენ დედა, მამა და ჩემი და. შემდეგ გამოფენაზე დავპატიჟებ ნოდარი შოთაძე ბაბუას. ეს არის ჩემი მეზობელი და ძალიან მილო. იშვიათად ჩემს ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნი. ამავე დროს მოჩუქეს აი ეს საყურები. ძალიან ლამაზი გოგო ვარ და მიყვარს გაბრაჭი. მე ვიპრანჭები ასე სარკესთან მდგები და ვისვამ პომადას, ლაინერს, ვიპრეხავ წამწამებს და ტუშს ვისვამ. ზოგჯერ ვიცმევ დედიკოს ტანსაცმელებს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე ბევრჯერ გადამიტრიალდა ფეხი, მაგრამ მაინც არ ვაშვები. უფრო მიყვარს კაბის ჩაცმა და ხშირად მიფიქრია, რომ ვიქნებოდი მოდელი. ჩემი ოცნების საჩუქარია კატა. აქამდე იმიტომ არ მყავს, რომ მშობლები მეუბნებიან, არ არის კარგი, როდესაც ბინაში კატა ყავს. სულ ვფიქრობ და არ ვიცი რა ეშველება ამ ამბავს. შეიძლება განცხადება დავწერო დედიკოს და მამიკოს სახელზე და მოვიყვანო კატა. სახლში მინდა მყავდეს 2 კატა და 1 კურდღელი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ 1 კლასში და ვსწავლობ პიანინოზე დაკვრას. მოვიდან ყველაზე რთული იყო ბანის გასაღების სწავლა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. ჩემი საყვარელი სიმღერა ხვიჩა კვარაცხელიაზე სიმღერა. რა ქვია მას? არის კვარაცხელია, რა ქვია მას? ხვიჩა კვარაცხელია. ფეხბურთი შემოყვარა ხვიჩა კვარაცხელია. ფეხბურთს მეც ვთამაშობდი ადრე, მაგრამ ახლა აღარ ვთამაშობ. იმიტომ აღარ ვთამაშობ, რომ უფრო გავიზარდე და ნაზიკავ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი და თბილი კლასელები, მასწავლებლები და ძალიან დიდია. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნატალი ციცულაძე. ყველაზე ცელქია საბა ქათამაძე. ყველაზე ჭკვიანია ადრია ბეჟანიძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე მათითაიშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭა და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ნინო ჩხაიძე. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ჭკვიანი, ნაზი და მეგობრული. მეორე მასწავლებელი ძალიან მიყვარს და ეს მასწავლებელი არის მარიამი. გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ კარგი გვარი აქვს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პიანისტი. თუ პიანისტი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა არიელი. არიელობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ ისედაც პრინცესა გამოვედი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნებოდი სრულწლოვანი და თან უკვე მექნებოდა ოქროს დაბადების დღე. ამ დაბადების დღეზე მინდა მოჩქონ ბოლო მოდელის აიფონი. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი და, დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 2 და. ჩემი და არის 15 წლის და ქვია მაგდა. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და ჩემზე ვზრუნველი. ჩემი აზრით მაგდა რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და ჯარისკაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. ჩემს მამიკოს ძალიან უყვარს დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ მამა არის დედიკოს მიმართ ძალიან მზრუნველი. კარგად ექცევა და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, კარგი მასპინძელი და სტუმართ მოყვარე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. სხვათა შორის მე თვითონაც ვწერ მოთხრობებს. პირველად მოთხრობა რომ დავწერე, ვიყავი 8 წლის. ეს მოთხრობა იყო ბაყაყზე, რომელიც უყეყნებდა და მოსახლეობას არ აძინებდა. იმიტომ გადავწყვეტე ბაყაყზე დაწერა, რომ ერთხელ მთაში ვიყავით და შემხვდა ბაყაყი. ამის შემდეგ კიდევ დავწერე 4 ცალი მოთხრობა.
ჩემი აზრით მე მაქვს წერის ნიჭი და ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და გამოვცემ ჩემს წიგნს. ჩემი საყვარელი მულტფილმია ენკანტო. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ ფიფქიას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს საქართველოს დაუბრუნებდი დაკარგულ ტერიტორიებს. ისე ტერიტორიები დაკარგული არ არის და აუცილებლად დავიბრუნებთ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დისნეილენდში. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია რომ მე იასობით ძალიან ნაზი და ლამაზი ვარ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ნია დამარქვა ჩემ ადამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა სესილი. ჩემ შვილებს დავარქმევ ლუკას, დემეს, ელენეს და ეკას. შემდეგ მონაწილეს დავუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს ქალთევზის სუპერძალა. სულ მინდოდა ჩეულ თაობაში მოხვედრა და დღეს ეს ოცნება ავისრულებ. ეს არის ჩემი ნაზიმ ბაბუის დამსახურება. ეხლა გარეთ ველდება და თუ გინდათ გაგაცნობთ. ეს არის ჩემი ნაზიმ ბაბუა. ბედნიერება არის დისნეილენდში წასვლა, ოჯახთან ერთად დროის ტარება და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.